შეხედეთ, ეჭვი რომ ეპარებოდა შემოდგომაზე გადაჭრილი ვერონიკას დიდი ლურჯი, ისა დიდი წითელი ბუჩქი მაქვს მეთქი აქ, ხო? ესაც ამოვიდა, თუმცა ისეთი ხასხასათა დიდი ბუჩქი არ არის, როგორიც გაზაფხულზე გადაჭრილი. ანუ დასკვნა შეგვიძლია ჩვენ თვითონაც გამოვიტანოთ, რომ ჯობია გაზაფხულზე გადავჭრათ. ეს ამას მე მგონი რკინის დამატება უნდა რაღაცის. ესეთის ეს შარშა გადმოვრგე. ეს არის ჭრელი ლონიცერა გონი. შეტა ეს ჭრელი ლონიცერა გადმოვრგე. ისე გამოიყურება. სხვათა შორის აი ბზებს არ შეეხოთ, არ გასხლათ, სანამ 3 წლის არ გახდება. ძალიან ცოტათი იზრდება. შესაბამისად მე არ გავსხლავ, ოდნავ შეიძლება ფორმა მივცე, ნასესხები რო გადაივლის, მშრალა მიჩი, წვიმა როცა არ არის მოსალოდნელი. მაშინ ეს ვიყიდე როგორც ვარდის, ოქროსფერი ღვია, სახელი არ ქონდა. მიჩრდილავს აქ ყვავილებს, მაგრამ ამის ჩანაფიქრის შემდეგია ამისაგან ტოპიარი უნდა გავაკეთო, ანუ გააქციოს ზემოთ და ცოტა უნდა წამოიზარდოს, რა თქმა უნდა და ესეთი რაღაცა ყვავილივით უნდა ვეცადო გავაკეთო ტოპიარი, ინტერესი მაქვს რა გამომივა. ეს არის ჩვეულებრივი ლონიცერა. მე ხო გითხარით ხასკაპი იგივე ლონიცერა ნაყოფმომწენი და იქ ვიდეოებშიც გაჩვენებთ ხოლმე, არის ხვიარა ლონიცერა, რომელიც ყვავილობს სურნელოვნად და მხოხავია. ეს ლონიცერა შეხედეთ, აქ ერთი ტოტი დამჩენია. სად ამომძვრალა? ამას ამოვიღებ. მიაგერ კიდე. ამოვიღებ, იქით ღობეზე მჭირდება, ბლომად არიან, აქედანაც ამოვიღებ. ამებსაც ქვეშ რაც არის, იქით ღობეზე მჭირდება და მე ვზარმაცობ, მგონი. ჯანღაბალახი ამოსაღები არ მარგლი მეთქი, მაგრამ არა და სარისკოა ამ კლუმბებზე ხა რაღაცა და ცით რა იქ გავმარგლი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ არ მინდა დაითესოს ჩემი ალისუმები ერთწლიანი. ხო ვიცით, საერთოდ სარეველად ითვლება